ქართული ბიზნეს სექტორი წლის მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ემზადება ეროვნული დაჯილდოების ორ ნომინაციაზე უკვე ხვალიდან დაიწყება ხმის მიცემის პროცესი. ხალხის რჩეულების ვინაობა მერკური 2012-ზე ჟიურის გადაწყვეტილებასთან ერთად გახდება ცნობილი. ხვალიდან ხმის მიცემა დაიწყება. ამ ვებგვერდზე სტუმრები წლის სასურველ დამსაქმებელ კომპანიასა და წლის მეწარმეს გამოავლენენ. თვითონ ნომინაციაში წარდგენილი რამდენიმე კომპანიიდან მსურველებმა საბოლოოდ მხოლოდ ერთი უნდა აირჩიონ. წლის დამსაქმებლის ტიტულისათვის 10-ზე მეტი კომპანია, მათ შორის გუდვილი, ორბი ჯგუფი, ბილაინი და ნატახტარი იბრძვის. კომპანიებში მოლოდინი განსაკუთრებულია, რადგან გადაწყვეტილებას მომხმარებლები იღებენ. დარწმუნებული ვართ, რომ ალბათ გავიმარჯვებთ. იმიტომ რომ ამის ყველა შესაძლებლობა ჩვენამდე გვაქვს. საკმაოდ გამორჩეულები ვართ ამ მხრივ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზარზე, რიტეილში ყველაზე აქტიური და სერიოზული დამსაქმებელი ვართ. წლის მეწარმის ტიტულისათვის რამდენიმე კომპანია იბრძოლებს, მათი ძირითადი ნაწილი საშუალო ან მცირე ბიზნესს მიეკუთვნება. საკკაბელი ამ ნომინაციაში შარშანაც იყო წარდგენილი კომპანიაში. იმედი აქვთ, რომ მომხმარებელი მათ საუკეთესო მწარმოებლად წელს დაასახელებს. ჩვენ ვაწარმოებთ ტენის კაბელებს, დაბალი ძაბვის და მაღალი ძაბვის. ძნელია წარმოება და ალბათ უფრო სხვა კომპანიები, რომელსაც უფრო დიდი აქვს ბრუნვა ბიუჯეტთან ანგარიშსორება და რაღაც ალბათ სხვები უფრო გაიმარჯვებენ. მე მაქვს სურვილი, მაგრამ სურვილი ერთია, შესაძლებლობა მეორე. მერკური 2012 გამარჯვებულებს სულ 18 ნომინაციაში გამოავლეს, მას შორის დასახელდება წლის აღმოჩენა, დარგის აღორძინება, აგრობიზნესი, წლის უცხოელი ინვესტორი და წლის მეწარმე ქალბატონი. კომპანიებს უფლება აქვთ საკუთარი ბიზნესი რამდენიმე ნომინაციაში წარადგინონ. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი ეროვნულ დაჯილდოებაში პირველად მონაწილეობს. კომპანია საკუთარ ძალებს 3 ნომინაციაში მოსინჯავს. ნომინაციები არის შემდეგი: სასურველი დამსაქმებელი, წლის უცხოელი ინვესტორი და წლის ბიზნესი. მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც გვაქვს 2011 წელს. ეროვნული ბიზნეს დაჯილდოებისათვის აპლიკაციების მიღება 2 თვის წინ დაიწყო და დღეისათვის 300 კომპანიაა რეგისტრირებული. მსხვილ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც ელოდებიან. მერკური 2012 წელსაც ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერი უკვე ტრადიციულად დიდი ქართული კომპანიები არიან. ძალიან კარგი შესაძლებლობა ეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების და ამ შემთხვევაში ჩემი აზრია, რომ შედარებითმა ბიზნესმა ესეც წამახალისებელ აქციებს ხარი უნდა დაუჭიროთ. Forbes-თან ერთად ჩამოვაყალიბეთ ექსპერტთა პანელი, რომელიც განიხილავენ შემოსულ აპლიკაციებს. დღესდღეობით გვაქვს 300 აპლიკაცია ნომინაციების მიხედვით. ბიზნეს დაჯილდოება მეორე წელია იმართება. მიზანი ქართული ბიზნესის წარმოება და მისი პოპულარიზაცია. მერკური 2012-ის დაჯილდოების ცერემონია 11 მაისს გაიმართება. ორგანიზატორები შავშანდელის მსგავსად ამჯერადაც პომპეზურ საღამოს გეგმავენ.